ნუ ის რომ თბილისი და საქართველო დღეს დაბინძურებული ამ შემოსული მტრის მტრის მასებით ეს ხილულია და სწორედ აი ამ ერთობლიობას, რომელსაც ხედავთ როგორც ნისლს, თუმცა განსხვავებით ნისლისგან, რომელიც არის წყლის მოლეკულები, რომლებიც ორთქლის მდგომარეობაში იმყოფება, ეს არის მტრის ნაწილაკები, რომლებიც არა მარტო ხილულია, არამედ თქვენ შეგიძლიათ ჰაერში გულისხმობ, არამედ თქვენ შეგიძლიათ თქვენივე საცხოვრებელ სახლში ჰაერის გაღების შემდეგ ნახოთ თუ რამდენი მტვერი დაჯდება რამე ზედაპირზე, ხო? ეს მტვერი ზოგადადაც დიდი პრობლემა არის საქართველოსთვის. და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა სინამდვილეში, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემატურ სიტუაციას ჰაერის დაბინძურებულ ხარისხზე და ეს მტვერი, ანუ PM2.5 და PM10 ნაწილაკები ისედაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა ჩვენთან, როგორც მანქანების გამონაბოლქვის სახით, ასევე მშენებლობებიდან, ინდუსტრიიდან. ამას დაემატა ის შემოსული მასები და ამან გამოიწვია ძალიან პრობლემატური სიტუაცია. მართავს ბრძანებს სააგენტო, რომ ბუნებრივ ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასთან bis შემთხვევაში ჩვენ მარტო უნდა ისევ ბუნებრივ მოვლენებს დაველოდოთ, რომ ის გაიფანტოს. თუმცა სამწუხაროდ იმის შემდეგ, რაც ეს მტვერი შემოდინებული ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ამჟამად საჰარის უდაბნოდან შეწყდება, მე მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ მათთვის პრინციპში არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ საქართველოს ჰაერის მდგომარეობა მანამდეც ძალიან რთული იყო და ის მაშინაც როცა მათ ეგონათ რომ გამჭვირვალეა, მაშინაც ძალიან პრობლემატური იყო. ყველაზე კარგი ჰაერი უკანასკნელ წლებში ჩვენ ქონდა კოვიდის დროს თუ გახსოვთ, როდესაც კარგად გამოჩნდა თითქმის ყველა ის მყინვარი, რომელსაც დღეს მაგალითად თბილისიდან ჩვეულებრივ არადაბინძურებულ დღეებში, ბრწყალებშიც ვერ ვხედავთ. კი ბატონო, ქალწულმანდა აი რამდენად საშიშია და რამდენად დამოკიდებულია ზოგადად ეს აი ამ ინდუსტრიელებაზე, იმიტომ რომ აი განცხადებაშიც ვკითხულობდით ჩვენ რომ აი რადგანაც არ იყო ბოლო პერიოდში რაღაცა წვიმა, ქარი და ასე შემდეგ, ამიტომაც დაგროვდა თითქოს ჰაერში ეს ნაწილაკები. ნუ პირდაპირ დამოკიდებულებაშია, მაგრამ აქ ხვდებით კუმულაციურ ზემოქმედების ეფექტთან გვაქვს საქმე. ჩვენთან რომ არ იყოს ასეთი დაბინძურების ხარისხი, ხვდებით? ამ შემთხვევაში წვიმა და ქარის, ანუ რაც შემოვიდა და დაგროვდა, ხო? მაგრამ რაც დახვდა, იმას დაემატა და იმიტომ არის ძალიან საგანგაშო, თორე ნუ აიწევდა რაღაცა რაოდენობით, არ იქნებოდა ნორმაში, თუმცა ასეთი პრობლემატური არ იქნებოდა. იმიტომ რომ ჩვენ ხო არა ვართ პირველი ქვეყანა, სადაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ხდება. ეს ყველა ქვეყანას შეეხება და საჰარიდანაც და გობის უდაბნოდანაც მტრის ნაწილაკები ათასობით კილომეტრს გადის და დიდ ბრიტანეთშიც აღწევს. აქ არ არის პრობლემა თვითონ ამ ჰაერის მასების გადაადგილება. ჰაერის პრობლემა ის არის ადგილზე რა ხდება, რომელსაც მერე იმატება ეს დამატებითი მტვერი და ასე დგას ქალაქის თავზე, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი უკვე დიდი ხანია ეგრეთ წოდებულ კუნძულის ეფექტზე არის, როდესაც ძალიან ბევრ სითბოს წარმოქმნის და მის თავზე ისედაც გროვდება მთელი რიგი დამაბინძურებლები და ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ დაემატა, მოდით ასე ვთქვათ და ეს არის პრობლემა, რომ დაემატა და ხალხმა კარგად დაინახა, თორე ზოგადადაც ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს სინამდვილეში. ქალბატონმანან, აი თქვენ საგანგაშო უწოდეთ. რატომ არის ეს საგანგაშო? მინდა გკითხოთ და აი ასეთ შემთხვევებში არ ვიცი, ანუ რაღაცა ტიპის რამე მექანიზმები არსებობს, თუნდაც არ ვიცი, აი ხელოვნური ჩარევით, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ძალიან პრიმიტიული რაღაცა არ ვიცი ხო. არსებობს ფონური ანუ აი რა გაასუფთავებს მოკლედ ჰაერს ამას კითხო. ფონის დარეგულირება, როდესაც ჩვენ წლის განმავლობაში გვექნება კარგი ჰაერი და ეს დაახლოებით მაქსიმუმ
20 დღე არის ხოლმე წელიწადში, როდესაც ეს იქნება ამოვარდნილი, თუმცა ასე ძლიერ ამოვარდნილი არ იქნება. ხვდებით რაშია საქმე? იმიტომ რომ ამ წუთში გადაჭარბებების დონე არის ძალიან მაღალი, ანუ სადღაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შედარებით თქვათ არის 10 ჯერ გადაჭარბებული, ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში სადღაც 5 ჯერ გადაჭარბებული, თუმცა ვთქვათ, აქ რო კარგი ფონი იყოს, ესეთი გადაჭარბებები არ იქნება. მეორე რაც მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს, როდესაც იწყება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნახეთ, ეს არ რამდენჯერმე იყო წელს, იმიტომ რომ კლიმატი იცვლება, ეს საკმაოდ დიდი პრობლემა არის ზოგადადაც და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ დროულად გამოსცენ ეს რეკომენდაციები, როდესაც ბოლო ესეთი შემოსვლა იყო 24 ნოემბერს და დღეს რა დღე არის? 1 დეკემბერია. ერთი კვირის დაგვიანებით მაწვდი მე ამ ინფორმაციას, იცით იმის მერე, როდესაც კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის ექიმებმა დაიწყეს ამაზე ნერვიულობა, ხო? ეს უკვე არ არის სწორი, იმიტომ რომ მე მაგალითად ამ ერთი კვირის განმავლობაში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც აგერ აქ ვაკის პარკში ვარჯიშობენ. რაც სრულიად დაუშვებელია. აი ასეთი დაბიძურებული ჰაერის ფონზე ვარჯიში, აი ეს არის დამატებითი, რა ვიცი, ახლა დამატებითი ხამის ჩაყლაპვა საკუთარი ორგანიზმისთვის, ხო ხვდებით? და შესაბამისად ესეთი რაც შეიძლება გაკეთდეს, ხო? ეს არის სწრაფი რეაგირება, როდესაც მოსახლეობას ადვილად აუხსნიან და ეტყვიან, თქვათ, როგორი ტიპის პირბადები უნდა იხმარონ სხვადასხვა ჯგუფებმა, იმიტომ რომ ეს არ არის ასე, რომ ხა სამედიცინო პირბადე გავიკეთეთ და ყველანი გადავრჩით. ზოგ ადამიანს ალბათ უფრო მაგალითად ორსულებთან მიმართებაში ალბათ უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს PM2 ნაწილაკები გადადის ფილტვიდან სისხლში და ქმნის მთელ რიგ პრობლემებს სასუნთქი გზებისთვის, კარცინოგენული დაავადებებისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ხო? სხვადასხვა ჯგუფებს, მაგალითად ბავშვებში ეს უფრო დიდი პრობლემაა. როგორ უნდა მე მაგალითად მე თვითონაც ახლა ასეთი ინსტრუქციას ვერავის ვერ მივწევ, იმიტომ რომ ეს ბავშვებიც ხო სხვადასხვანაირები არიან, ხო? ერთადერთი ანუ ყველაზე ესეთი და ეს არის რომ ამ დროს არ გავიდეთ სახლიდან, ანუ შევეცადოთ რომ შევზღუდოთ გარეაქტიობა და ხშირად დავალაგოთ სახლის სველი წესით. ეს სველი წესის დალაგებაც ხალხს არ ესმის რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მტვერი თქვათ გაანიავეთ ხო სახლი, შემოვიდა მტვერი. ეს მტვერი ჯდება ზედაპირზე. რაღაცა დროის მერე. თქვენ ეს მტვერი უნდა სველი წესით აიღოთ, რომ შემდეგ, როდესაც გაივლით ან შეეხებით, ის მტვერი ისევ არავიდეს თქვენი სახლის ჰაერში და სახლის ჰაერი შეიძლება ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სუფთა აღმოჩნდეს, ვიდრე გარე ჰაერი. თუმცა, შიდა ჰაერის დაბინძურებაზე კიდე ცალკე ბევრი პრობლემა გვაქვს ზოგადადაც, მათ შორის პირველ რიგში იმიტომ, რომ სახელმწიფო ამას არ აქცევს დიდ ყურადღებას. ჩვენ არ ვიცით თქვათ მოსახლეობა. კი ბატონო, ქალბატონ მანანა. ასე შემდეგ. კი ბატონო, აი ქალბატონ მანანა, ეხლა ვეცდები რომ აი ეს კითხვები დავსვა, რომელიც მეც მაქვს ადამიანს, რომელსაც რაღაცა ამ მიმართულებით არ მაქვს დიდი კომპეტენცია და ცოდნა. ანუ როგორც თქვენ ამბობთ, არ არის რეკომენდირებული ასეთ დროს ქუჩაში ვიაროთ, მით უმეტეს რაღაცა ღია ცის ქვეშ გარე სივრცეში ვივარჯიშოთ, ხო? კიდევ ანუ რა შეზღუდობით, ანუ როგორ უნდა მივხვდე დაუშვათ, რომ აი როდის შემიძლია უკვე ვარჯიში რაღაცა შევატყობ, რომ ნაკლები ნისლია და ესე იგი რაღაცა საფრთხემ გადაიარა, თუ აი როგორ უნდა მივხვდე ეს იმიტომ რაღაცა დარჩი სახლშის მეორე სერიასავით გამოდის ახლა რასაც თქვენ ამბობთ. მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ ნახა პირველ რიგში ნახეთ სწორედ მაგას ვიძახი. ანუ ეს უნდა იყოს კარგად მოწოდებული, როდის უნდა დავრჩეთ, როდის არ უნდა დავრჩეთ, ანუ ესეთი განსაზღვრებები ამ წუთში, როდესაც 154 და 174-ია PM2 ნაწილაკის შემცველობა, უნდა დარჩეთ სახლში, ხვდებით? იმიტომ რომ ეს პრობლემა არის. ეხლა მე წეღანაც გითხარით, რომ ჩვენი ჰაერის და სახლშიც ფანჯარა არ უნდა გავაღოთ ქალბატონ მანანა? როდესაც ასეთი მაღალი, აი თქვენ უბანში, მაგაშია საქმე, ჩვენ ხო უბანებად არ გვაქვს დაყოფილი
კარგი სტაციონარული სისტემა ჰაერის, ხო ხვდებით რასაც? აი, მაგალითად, რომელ უბანში უფრო ბოდიში გაწყვეტინებთ გაყრით კითხვებს, რომელ უბანში უფრო მეტი მაჩვენებელია ამის თქმაც? მაგალითად, აღმაშენებელზე და ყაზბეგზე ყოველთვის უფრო მეტია. თუ უკვე უფრო მთის მხარეს ხართ, ხო? იქ ყოველთვის უფრო მეტია განიავების მანიშნებელი. ვაკეში ყოველთვის უფრო დაბალია, იმიტომ რომ გარშემო იმდენი ჯოჯოა აშენეს, რომ ჰაერის განიავება არ ხდება. კრწანის თუ აშენებენ კრწანის პარკს, საერთოდ იქიდან მხარესაც აღარ ექნება შემოვალი ჰაერი. ამიტომ ვიძახი, ძალიან რთულია სინამდვილეში, იმიტომ რომ ადამიანმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ უნდა განსაზღვროს მის კონკრეტულ უბანში, მას შეუძლია ამის გაკეთება თუ არ შეუძლია, ხვდებით? და იმიტომ ვიძახი, რომ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უფრო მეტის და სწორი ინფორმაციის მოწოდება, იმიტომ რომ თუ გაიხედავთ და ხა არ არის თქვენ უბანში ამ წუთში, იმიტომ რომ ქარმა დაუბერა რომელიღაცა ხეობაში და წაიღო, ხო? თქვენ რასაკვირველია შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, მაგრამ დილაობით განსაკუთრებით, აი დილაობითი ტემპერატურების ცვალებადობის გამო უფრო ძლიერია ხოლმე ეს სმოგი, მაგალითად შეგიმჩნევიათ ალბათ, ხო ქალაქზე. მაშინ საერთოდ არ არის რეკომენდებული, მაგალითად მე მგონია რომ ვარჯიში. თორე თუ მასე მიუყვებით, ჩვენი ჰაერი ისეთი არის, ახლა არ უნდა გამოვიდეთ ახლა თუ შევადარებთ იგივე შვეიცარიის ან გერმანიის ჰაერს, ხო? ანუ სახში ვერ დავრჩებით, მაგრამ რაღაცა აი მომეტებული პრობლემა რო ძალიან ბევრ ადამიანს თვითონ შეუძლია ეს სიცრითი განსაზღვროს ცხვირი სასუნთქის სისტემა ეწვის ხოლმე. თუ აი ესეთი ის დაგემართება თუ გეწვით, შეეცადეთ რომ შეამციროთ თქვენი ყოფნა გარე სივრცეში, ხო. იცით რა, ძალიან რთულია. ეს რო ადვილი საკითხი იყოს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან რთული არის, სწორედ ამიტომ ქვეყნები ცდილობენ რომ შიდა, ანუ ხელოვნური დაბინძურება შეამცირონ, რომ ბუნებრივი დაბინძურების შემთხვევაში არ კონდეთ ის კატასტროფა. ხო, აი ეს ვიკითხე ხელოვნურ ჩარევას რო გულისხმობდი სხვათა შორის, კალბოტონ მანანა. უნდა შევამციროთ, არ შეიძლება ამდენი ძველი მანქანა მუშაობს, ამდენი მშენებლობა იყოს მაინც ღია წესით. ამდენი, იმიტომ რომ ხა შვეიცარიაში რო ჩაუვლით მშენებლობას, საერთოდ არც დაისვრებით, ხო? აბა ჩაუარეთ ნებისმიერ მშენებლობას, წვიმიან დღეს, ან თუნდაც უწვიმო დღეს, თუნდაც ვაკეში, ან თუნდაც რა ვიცი, კიდევ უფრო პრესტიჟულ ადგილას. ხო, გესურვებათ ყველაფერი, ხო? ანუ მტრიანია ეს ქალაქი ისედაც და ეს მტვერი ჩვეულებრივ დღეებში არ უნდა იყოს. ამაზე არის საუბარი. უბრალოდ არ უნდა იყოს და მაშინ ის ავტორიც არ იქნება. კი ბატონო, ან კალბოტონ მანანა, ანუ როგორც ხვდები, დავუშვათ რაღაცა ბავშვების არათუ მოზარდების, არამედ რაღაცა ბავშვების გასეირნება ღია სივრცეში არ არის ეხლა რეკომენდირებული. აი ძალიან მაყურებლის თქვენთვისაც გალა პრიმიტიულ კითხვებს ვსვამ, აი რომელიც შეიძლება პირველ რიგში არიან მოწყვლადები, ხო? ბავშვები პირველ რიგში არიან მოწყვლადები და თუ ხედავთ რომ მტვერია და არ გაიყვანოთ ახლა ბავშვები იმაზე, შეეცადეთ რომ სადმე სუფთა ჰაერზე ტყეში გაიყვანოთ, მაგალითად თუ მაინც გასეირნება გინდათ ქალაქ გარეთ. ეს ქალაქი ზოგადადაც არ არის, მე რომ მკითხო ბავშვებისთვის, მაგრამ მეტი რა გზა გვაქვს, ხო? და სინამდვილეში იცით რა შეასაქმე, ეს ყველაფერი, ეს დაბინძურებები ჩვენთან მონიტორინგი არ წარმოებს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა იმისი, რომ ჩვენ გვაქვს ეს ჰაერის სადგურები, მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე იყოს, ანუ უბნების მიხედვით, რომელ უბანში რა პრობლემები გვიდგას ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და ვეცადოთ, რომ ეს პრობლემები მოუხსნათ. მაგალითად, ძალიან ბევრი არის ეგრეთ წოდებული გახანგრძლივებული შუქნიშნები, როდესაც ძალიან ბევრი მანქანა დიდი ხნის განმავლობაში დგას და აბოლებს და ამაზე რატომღაც ეს არავის არ აინტერესებს რატომღაც. ანუ ესეთი ეხლა რომ მიუყვე ძალიან ბევრი წვრილმანი არის ასეთი და ეს ყველაფერი არის უბნის დონეზე გადასაწყვეტი, იმიტომ რომ უბნებში უნდა შეიქმნას და პირველი რაც მნიშვნელოვანია, ადგილზე უნდა იყოს ბევრი მწვანე სივრცე, რომელიც აღარა გვაქვს ამ ქალაქში. ბევრი მწვანე სივრცე რო იყოს ამ ქალაქში, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა
მსგავს დაბინძურებასთან გამკლავება, იმიტომ რომ თვითონ ბუნება დაარეგულირებდა და ეხლა როდესაც გაზონი აღარ არის კი ბატონო. ქალბატონ მანანა, აი რას უნდა მოვერიდოთ კიდე ესეთ სიტუაციებში რაღაცა გარეთ გასვლის გარდა? კიდევ ერთ კითხვას დავსვამ, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის სისულელე ჟღერდეს. რამდენად რეკომენდებულია ასეთ დროს მაგალითად სარეცხის გარეთ გაფენა და გაშრობა, იმ სარეცხის რომელსაც ვიყენებთ ტანსაცმელს ხო, რომელსაც ვიცვამთ. რომელიც უნდა გვასწავლოს სინამდვილეში ისა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ მტვერში რომ გაკიდებთ ხოლმე, თუ ბევრს გაუკიდია სხვათა შორის და მე ჩამოუხსნია და თავიდან გასარეცხიაო დაუწერია ამ დღეებში. შესაბამისად არ არის რასაკვირველია მსგავსი რაღაცეები მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ის ანუ მტვერი არის ჭუჭყი. ხო, ეს ხო ვიცით, მაგრამ მტვერი არის ასევე დამაბინძურებელი, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს და როდესაც თქვენ დაბინძურებულ არ ვიცი ქურთუქს ჩააცმევთ თქვენ შვილს, ხო? მას ჯანმრთელობასაც პატარა, მაგრამ ზემოქმედება აქვს და თუ ეს ხანგრძლივ ვადაში ხდება ამისი ექსპოზიცია და ის რაც ეხლა დღეს წელს მაგალითად ძალიან გაგრძელდა ეს ტრანსასაზღვრო დაბინძურება ხო ჩვენთან უკვე ძალიან დიდ ზემოქმედებას იძლევა ბავშვებშიც და მოხუცებშიც და ყველაში. კი ბატონო, გასაგებად დამატებით ხომ არ მოგცემდით აი ბოლოსკენ რაიმე რეკომენდაციას და დაგემშვიდობებით. ნუ რა ვიცი, მე მაგალითად ანუ ჩვენ ერთს დავაზუსტებ, ანუ რაღაცნაირად ჩვენით უნდა მივხვდეთ, როდის ღირს მოკლედ ხო გარეთ გასვლა. სამწუხაროდ ასე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში სააგენტოებს მიაჩნიათ, რომ ერთი კვირის მერე დამოწოდებული ინფორმაციაც პრობლემატურია. რას ვიტყვით, აი რეკომენდაცია რა არის, იცით რომ თუ ხართ მოწყვლადი ჯგუფი, ანუ გაქვთ რაღაცა ქრონიკული დაავადებები, რომელიც სასუნთქ გზებთან ან გულსისხლძარღვთა დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმებთან გაიაროთ კარგი კონსულტაცია, ასეთ შემთხვევებში როგორ მოიქცეთ. იმიტომ რომ როგორც მე ვთქვი, ეს არ არის პირველი შემთხვევა და მაგალითად რუსთავში ვინც ცხოვრობს, ისინი ძირითადად მსგავს აირს უნთქავენ. ანუ ამ ადამიანებისთვის ეს არის ძალიან როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ, როდესაც აი რაღაცა მოწყვლადი ჯგუფი ხართ, როგორ უნდა ან ბავშვი ხართ, ან მოხუცი, ან ისე ორსულებს განსაკუთრებით, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, იმიტომ რომ სახელმწიფო სამწუხაროდ არ გვიცავს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა, მადლობა